პროკურატურამ 6 პოლიციელი დააკავა გორში კომბინატის დასახლებაში მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიები დაადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს ქალაქ გორში ბრალდებულებმა დაზარალებულის დააკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურეობრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა. აცხადებენ პროკურატურაში. უწყების განმარტებით უმოკლეს ვადაში მოპოვებული მტკიცებულებებით ბრალდებულები დღეს დააკავეს. მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 323 მუხლის მესამე ნაწილის ბ-ქვე პუნქტით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ჩადენილს ძალადობით. გუშინ რეგიონულმა მედიამ ქართლი ჯიმ გავრცელა ვიდეო კადრები, რომელშიც ჩანდა, როგორ ძალადობდა რამდენიმე პოლიციელი გორში კომბინატის დასახლებაში კაცზე. ამ კადრების მიხედვით პოლიცია აკავებს 2 ადამიანს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთ დაკავებულს, რომელიც ნაცემია პოლიციელზე ძალადობას ედავებიან, მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პაპუნა ლოცულაშვილს, რომელზეც გორში გუშინ პოლიციელებმა იძალადეს, ნიკნი აქვს გატეხილი. ის მკურნალობის მიზნით გორიდან თბილისში კლინიკა ვივამედში გადმოიყვანეს. კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ნიკნის მოტეხილობა დაადასტურა. დაზარალებულის ადვოკატის ცნობით, მას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჩალურჯებები, სისხლნაჟღენთები და დაბეჟილობა აქვს. ოპოზიცია პროკურატურისგან ითხოვს მოქალაქის ცემისთვის დაკავებული პოლიციელებისთვის მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სახეზე არა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით, არამედ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, რაც უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ დანაშაული გაიხსნა ერთადერთი მიზეზის გამო. მოხდა მისი გადაღება და გასაჯაროვება. სხვა შემთხვევაში მოძალადები არ დაისჯებოდნენ, მიიჩნევენ ოცნების კონკურენტები. მათი ნაწილი მოითხოვს გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და შიდა ქართლის პოლიციის უფროსი სერგი ბზიშვილი, რომელიც სხვადასხვა ვერსიით გუშინ დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა. ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიციისგან სისტემური მოძალადეები, ამბობენ ოპოზიციაში. ქართული ოცნება ოპოზიციის ყველა განცხადებას სპეკულაცია დაფასებს. მართლ პარტიაში ამბობენ, რომ ის რაც გორში გუშინ მოხდა იყო მძიმე სანახავი, სახელმწიფოს რეაგირება კი სამართლიანი. ოცნების წევრები მომხდარს გადაცდომას უწოდებენ და ამბობენ, რომ მსგავსი რამ შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს. მთავარი რეაგირება. ქართულ ოცნებას პოლიციელების მხრიდან ძალადობა არც წაუხალისებია და არც წაახალისებს, პასუხობენ ოპონენტებს მმართველი პარტიიდან, სადაც მიაჩნიათ, რომ ერთ გადაცდომაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ და არ აიღებენ თანამდებობის პირები. კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერები საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ნიკა აგვარამიამ, ზურა ჯაფარიძემ და გიგა ლემონჯავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრეს. ქართული ოცნების პირობებში ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ჩემი აზრით, არის არარეალისტური. ვერ შემოვლენ ამერიკული კომპანიები ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. უთხრა მედიას შეხვედრის შემდეგ ზურა ჯაფარიძემ. გიგა ლემონჯავას თქმით, გამორიცხულია, რომ საერთაშორისო პარტნიორები დაალაგდნენ რეჟიმთან ქართველი ხალხის ინტერესების ხარჯზე. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები პიტერ ანდრეული და ჩარლზ ოიკი საქართველოს 24 მაისს ეწვივნენ. ისინი გასულ დღეებში უკვე შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებს. გუშინ საპატრიარქოს პრესამსახურმა გავრცელა ცნობა დიპლომატების სტუმრობის შესახებ, მათ საქართველოს 142 პატრიარქი შიო მესამე რეზიდენციაში შეხვდა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და მათ საერთო ქრისტიანულ ღირებულებებს. მხარეთა მიერ კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამ ღირებულებების განმტკიცებისთვის, ამბობს საქართველოს საპატრიარქო. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აცხადებენ, რომ შეხვედრების დროს ყურადღება გამოხვილდება იმაზე, თუ რა არის საჭირო ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გააზრდის გზაზე დასაყენებლად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს ხვალდატოვებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას იდიოტური უწოდა. საუბარია კაია კალასის კომენტარზე, რომლის მიხედვითაც ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში არ იყვნენ. მის მინეთ იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ, განუცხადა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიას კალასის საპასუხოდ. კვიპროსში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა თქვა, რომ რუსეთს
რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში ბლოკი სხვა საკითხებთან ერთად საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხსაც დააყენებს. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე, რომლის შემუშავების პროცესში ჩართული იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. მიქანაძის თქმით, აკადემიური პროგრამების განფასების მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად სამინისტრომ დეტალურად შეესწავლა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, მათ შორის ვაშინგტონის, მიჩიგანის და კოლორადოს უნივერსიტეტების პრაქტიკა, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს რეალობასა და საჭიროებებზე მორგებული, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული მოდელის შემუშავებას. განათლების მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2026-27 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა უფასო იქნება. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ დავით გარეჯის მამათა მონასტერში პარაკლისი პირველად აღავლინა. უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვის გარეშე არც ერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჟეროვნად არ წარიმართება. ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ დედამიწაზე არაფერი შეედრება ლოცვის ძალას, თქვა კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ დავით გარეჯში ქადაგებისას. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დიდი მეგობარი და ლიდერი თავის ქვეყანას აძლიერებს მდიდარს და ძალიან უსაფრთხოს ხდის. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს. ტრამპის თქმით, ნიკოლ ფაშინიანი სრულად იზიარებს მის ხედვას სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ. მალე შეერთებული შტატები და სომხეთი ერთად ჩაყრიან საფუძველს ტრამპის გზაზე საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, რომელიც გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან შეერთებულ შტატებამდე წვდომაში. ამ მიზეზების გამო ნიკოლს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა 2026 წლის 7 ივნის ხელახალი არჩევისთვის. ნიკოლის დახმარებით ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას ოდესმე არსებულ უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავიყვანთ, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული, წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. რუსეთი სომხეთს კვლავ პარტნიორად მიიჩნევს, მაგრამ არ მიესალმება ერევნის თანამშრომლობას მათთან, ვისაც რუსეთისთვის ზიანის მიყენება სურს. განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ. სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთთან დაკავშირებით ძნელად თუ შეიძლება დაბალანსებული ვუწოდოთ, თქვა ზახაროვამ და უარყო ბრალდება ერევნის შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის შესახებ, როგორც ჯაშუშომანია. ზახაროვა ნატოს წევრი პოლონეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობას კერძოდ პოლონეთში ამერიკის დამატებითი სამხედრო ძალების განლაგებას შეეხო და თქვა, რომ შესაძლოა რუსეთსა და დასავლეთ შორის დაძაბულობის ხარისხობრივი ესკალაცია მოხდეს. მოსკოვს ეს აიძულებს საპასუხო ზომები მიიღოს, თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არაკეტო სისტემებისთვის იაპონიის ტერიტორიაზე განლაგების ნებართვის მიცემა რუსეთის აღმოსავლეთ საზღვრებს საფრთხეს შეუქმნის. მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი ტოკიოს ქმედებებს განზრახ მტრულ მოქცევად მიიჩნევს. უკრაინის შეერაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა გუშინ გავრცელებული ცნობები, რომ თავდაცვის ძალებმა დრონები და რაკეტები დაარტყეს რუსეთის სამხედრო და ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებს რუსეთის 3 რეგიონში და ანექსირებულ სევასტოპოლში. უკრაინის გენშტაბის თანახმად თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ზარალის მასშტაბი კი დაზუსტების ეტაპზეა. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე რაკეტებით Storm Shadow დაარტყეს რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების დაზვერვის ავტომატიზაციის საშუალებების პროგრამულ სააპარატო კომპლექსებს რუსეთის ვორონეჟის ოლქის ქალაქ ვორონეჟის და როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგარნოგის რაიონებში და სევასტოპოლში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რაკეტებით შეტევა მის ბოლო განცხადებებში არ უხსენებია, მის მიერ გავრცელებული ცნობა მხოლოდ უკრაინული დრონების მოგერიებას ეხებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო კიევში ცვლილებების გარეშე საქმიანობს და ყველა სხვა ცნობას იცრუია. ამ შინაარსის განცხადება საელჩომ დღეს გამოაქვეყნა. რუსეთმა 25 მაისს გამოაცხადა, რომ იწყებს სისტემურ და თანმიმდევრულ დარტყმებს კიევზე და უცხოეთის სახელმწიფოებს ურჩია დიპლომატიური პერსონალის ევაკუაცია. ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პირადად უთხრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს. ამერიკის საელჩოს ინფორმაციას, რომ საქმიანობას უცვლელად განაგრძობს, წინ უძღოდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის
მის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომ როგორც გუშინ უკრაინიდან გაიგეს, კიევში დარჩა ყველა საელჩო. კიევმა ყველა ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უკრაინაში დარჩენისთვის მადლობა გადაუხადა. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ უკრაინას მოусმინოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს. ზელენსკის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კონგრესს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტზეა საუბარი. საკმაოდ იშვიათია, რომ სხვა სახელმწიფოს ლიდერმა ერთდროულად მიმართოს წერილით, როგორც ამერიკის პრეზიდენტს, ისე კონგრესს, თუმცა ახლა სიტუაცია სასწრაფო მოქმედებას მოითხოვს. გვესმის, რომ ახლა მსოფლიოს ყურადღების დიდი ნაწილი ირანში ომზეა მიპყრობილი, თუმცა ომი აქ, ევროპაშიც უნდა დასრულდეს, აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის შესაძლებლობებს, მით უფრო მალე შეძლებს იმის უზრუნველყოფას, რომ დიპლომატია მიიმუშაოს. რუსეთმა სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა ავღანეთის მმართველ თალიბანთან, რომელსაც მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოსგან განსხვავებით აღარ მიიჩნევს ტერორისტულ ორგანიზაციად. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო ტასის ცნობით შეთანხმება გუშინ გაფორმდა მოსკოვში უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე, რომელშიც თალიბანის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ვინ მოაწერა ხელი შეთანხმებას და რას ითვალისწინებს სააგენტო არ აკონკრეტებს. ამას არც კიდევ ერთი რუსული სააგენტო ინტერფაქსი წერს ცნობაში, რომელიც რუსეთსა და ავღანეთს შორის სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერას ეხება. მანამდე ინტერფაქსის ცნობით რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ მოსკოვში შეხვდა ავღანეთის თავდაცვის მინისტრ მოჰამედ იაკუბს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთს და ავღანეთს ხანგრძლივი და ისტორიული ურთიერთობები აქვთ, ამ მიმართულების წინსვლა სურთ და ორმხრივი ურთიერთობები გააფართოვეს. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ირანზე ახალი დარტყმები გაანახორციელეს. იუწყება ამერიკის ცენტრალური სარდლობა. მათი ცნობით დარტყმების ამიზნე სტრატეგიულ საპორტო ქალაქ ბანდარ აბასში მდებარე სამხედრო ობიექტი იყო. ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ასევე ჩამოაგდეს 4 ირანული თავდასხმის დრონი, რომლებიც საფრთხეს ქმნიდნენ. ცენტრალური სარდლობის ცნობით ბანდარ აბასში მდებარე ობიექტს მაშინ დაარტყეს, როდესაც ის მეხუთე დრონის გაშვებას აპირებდა. ირანული მედიის ცნობით აფეთქებების ხმა ქალაქის აღმოსავლეთით ისმოდა. ეს 3 დღის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, როდესაც ამერიკამ ირანში სამიზნეებს შეუტია. ცენტრალური სარდლობის განცხადებით დარტყმები თავდაცვის მიზნით განხორციელდა. სარდლობაში ამბობენ, რომ მათი ქმედებები გაზომილი, წმინდა თავდაცვითი და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებისკენ მიმართული იყო. საპასუხოდ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსმა თქვა, რომ ამერიკულ საჰაერო ბაზაზე ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დღესდილით განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ თავდასხმა განახორციელა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსმა განაცხადა, რომ მათი პასუხი სერიოზული გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და აღნიშნა, რომ მისი აგრესია უპასუხოდ არ დარჩება. დაახლოებით იმავე პერიოდში, რომელიც ირანმა თავდასხმის დრო დაასახელა, ქუვეითის არმიამ თქვა, რომ მისი საჰაერო თავდაცვის სისტემები მტრულ დრონებსა და რაკეტებს იგერიებდა. მანამდე ბანდარ აბასის აღმოსავლეთით, რომელიც ირანის საპორტო ქალაქი და საზღვაო ბაზა ჰორმუზის სრუტის მახლობლად, 3 აფეთქების ხმა გაისმა.